ქართულმა სტარტაპმა Helio AI საერთაშორისო ფონდებისგან $1 მილიონ ინვესტიცია მოიზიდა, რომელიც კომპანიას გლობალურ ბაზრებზე აქტიურ ზრდას და მსოფლიოს მასშტაბით რეკრუტინგის პროცესების სრულად გარდაქმნას მოხმარდება. ამის შესახებ სტარტაპის თანადამფუძნებელმა ნინი მოსიაშვილმა BMG TV-ს ეთერში ისაუბრა. Helio AI ქართული სტარტაპია, რომელიც კომპანიებს თანამშრომლობის შერჩევის პროცესის ავტომატიზაციაში ეხმარება. პლატფორმას 2 წლიანი ოპერირების შემდეგ 7 ქვეყნის 400-ზე მეტი ბრენდი იყენებს. სტარტაპმა $1 მილიონ ინვესტიცია საბა ფანდის ხელმძღვანელობით Domino Ventures-ის, Axiom Capital-ის და Tetrad VC-ის ანგელოზი ინვესტორი ბას გოდსკას მონაწილეობით მოიზიდა. როგორც ნინი მოსიაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული კომპანიები Helio AI-ის სამიზნე ბაზრებზე დამკვიდრებაში დაეხმარებიან. Helio AI-ის თანადამფუძნებელმა იმ მიზნებზეც ისაუბრა, რის გამოც სტარტაპმა საინვესტიციო რაუნდის ჩატარება გადაწყვიტა. როგორც მან აღნიშნა, დაფინანსება გუნდს სწრაფად ექსპანსიაში დაეხმარება. BMC კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის მიხედვით მიმდინარე წლის ოქტომბერში JobsG-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა. ოქტომბერში JobsG-ზე 7667 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 12.2%-ით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 2.1%-ით ნაკლებია. თვის ჭრილში ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა გაყიდვებსა და შესყიდვებში, ხოლო ყველაზე დიდი ზრდა ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში. წლიურ ჭრილში ყველაზე დიდი კლება არის ადმინისტრაციასა და მენეჯმენტში, ხოლო ყველაზე დიდი ზრდა ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში ნათქვამია დასაქმების ტრეკერში. 2025 წლის აგვისტო-ოქტომბერში JobsG-ზე 23683 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 0.3%-ით მეტია. ამ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიამ ძირითადად 2025 წლის სექტემბერში ვაკანსიების მკვეთრი ზრდის გამო შეიტანა. ასევე დიდი წელი აკავა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით შპს სოკარ ჯორჯია გაზი 2026-30 წლებში 102.848.000 ლარზე მეტი ინვესტიციას განახორციელებს. სემეკმა 27 ნოემბრის საჯარო სხდომაზე შეითანხმა გაზგამანაწილებელი კომპანიების მომდევნო 5 წლის საინვესტიციო გეგმები, რომელიც ჯამურად 307 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის შპს თბილისი ენერჯი 2026-30 წლებში 92 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს. საქორგაზი 105 მილიონ ლარზე მეტის, ხოლო შპს თელავგაზი 3 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციას. შპს SG გაზ კომპანიის მიერ განხორციელდება 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია. სემეკის თანახმად საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქსელის საიმედოობასთან, მდგრადობასა და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში კვერცხის დეფიციტი არ არის და დახლებზე კვერცხის შემცირებული რაოდენობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. საქმე ის არის, რომ ბოლო დღეებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები სუპერმარკეტებში დახლზე კვერცხის რაოდენობის შემცირების შესახებ საუბრობენ. მიზეზის გასარკვევად BMG დარგობრივ გაერთიანებას დაუკავშირდა. კვერცხის დეფიციტი არ არის. ყველა ფაბრიკა მუშაობს მთელი სიმძლავრით. უბრალოდ ეს სიმძლავრე გათვლილი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში იმპორტიც ხორციელდება და არსებული მოლოდინები რეალობას არ დაემთხვა. განმარტავს ზურაბ უჩუმბეგაშვილი BMG-სთან.